მოგესალმებით ჩვენი საყვარელო ტელემაყურებლებო. ისევ დადგა ჩვენი შეხვედრის დრო და პატარა ჟურნალისტებიც ბევრი საინტერესო ამბით ისევ თქვენთან ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა თავის მაყურებელმა დრო საინტერესო და სასიამოვნო გაატაროს. მიკროფონში სპორტული ამბების დროც დადგა. ჩვენი პატარა კოლეგა ალექსანდრე ხუციშვილი ისაუბრებს სპორტის შესახებ. ალექსანდრე, დღეისთვის რა თემა მოგვიმზადე? მოგესალმებით. დღეს მე მინდა სპორტის ერთი ძალიან პოპულარული სახეობის შესახებ ვისაუბრო. ეს არის მოტოსპორტი. მოტოსპორტი არის ერთი ან მეტი მოტოციკლით გამართული შეჯიბრი. სპორტის შესახეობა ყველაზე პოპულარულია ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, გერმანიაში, იაპონიაში, რუსეთში, ჩეხეთში. მოტოციკლების პირველი ბოლა 1899 წელს გაიმართა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. მსოფლიოს ჩემპიონატები კი მოტოსპორტში 1924 წლიდან ტარდება. მოტოსპორტის მიმდევრები, ანუ ბაიკერები, მაყურებელს საოცარ შოუებს უმართავდნენ და სპორტის შესახებ სადაც უფრო და უფრო პოპულარი ხდება. საქართველოში მოტოსპორტის განვითარება დაიწყო 1926 წლიდან. გასული საუკუნის 70-იან წლებში კი რუსთავის მახლობლად აშენდა სპორტული კომპლექსი, რომელშიც მოტოკროსის ტრასა და მოტორბოლის სტადიონი შედიოდა. საქართველოს სპორტსმენები შეჯიბრებებში საფრთხე ადგილებზე გადიოდნენ. წლების მანძილზე სპორტის სამსახეობა ჩვენ ქვეყანაში ყურადღება აღარ ექცეულა, მაგრამ ის კვლავ განვითარება რამოდენიმე წლის წინ ისევ დაიწყო. ცოტა ხნის წინ საქართველოში ლეგენდად აღიარებული გერმანელი სპორტსმენი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კრის ქაიფერი ჩამოვიდა. მან თბილისში რუსთაველის გამზირზე თავბრუდან მხოლოდ შოუ გამართა. სპორტსმენმა ყველას ასანახად ამტკიცა, რომ მოტოციკლი უბრალოდ გადაადგილების საშუალება არ არის და მოტოციკლით წარმოუდგენელი ეთების შესრულება შესაძლებელია. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო აუდიო, რომელშიც ნაჩვენებია თუ რა ტეუყების შესრულება შეუძლიათ პროფესიონალ ბაიკერებს.